ბატონო, კიდევ ერთ წარმომადგენლობით ფორუმს მასპინძლობს შავი და კასპიის ზღვის აუზის ქვეყნების ბიზნეს ფორუმი შერატონში დღეს გაიხსნა და მასში 16 ქვეყნის 19 ბიზნეს ორგანიზაცია მონაწილეობს. ბიზნეს ფორუმი საქართველოში პირველად ტარდება და მისი მიზანი სტუმრებისათვის რეგიონის საინვესტიციო პროექტებისა და ბიზნეს შესაძლებლობების გაცნობაა. ფორუმის ფარგლებში საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს, საქართველოს მეწარმეთა კონფედერაციასა და თურქეთის ბიზნეს ასოციაცია თურქ-ომფედს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თურქ-ომფედი ერთ-ერთი გავლენიანი ბიზნეს ასოციაციაა, რომელიც 2000-ზე მეტ საწარმოს აერთიანებს. მემორანდუმი ქვეყნებს შორის ბიზნეს ინფორმაციის გაცვლას, ბიზნეს კავშირების ხელშეწყობას და ერთობლივი ფორუმების ორგანიზებას გულისხმობს. ფორუმი შერატონში ხვალ დაიხურება. Როვანიანის ფორუმი იმ კუთხით, რომ გასაგებია ხასიათია, შელებენ გამძლეობელ შედეგებზე, გამოცდილებას გაუზიარებენ ერთმანეთს და ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც აღნიშნული ფორუმი იმართება ამ ეტაპზე ბათუმში, მათ თითოეულ მონაწილეს საშუალება მიეცემა გაეცნოს ჩვენს პოტენციალს, გაეცნოს ჩვენს მიღწევებს და სამომავლოდ გეგმები დასახვან ჩვენს რეგიონთან მიმართებაში. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ ფორუმს მოყვება ამჟამად ჩამოსვენებიანი საკმაოდ სერიოზული კომპანიები, რომლებიც უკვე დაინტერესებული არიან საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით და ჩვენი კონფედერაცია მაქსიმალურად ხელს უწყობს, რომ შეუქმნათ ის პირობები მის გარემო, რომელიც იქნება მათთვის ხელსაყრელი და მისაღები. ეს კონფერენცია არის ძალიან კარგი საშუალება ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავებისთვის. საქართველოსა და თურქეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობა ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად ღრმავდება. ამიტომაც ეს არის დამატებითი შეთავაზება ბიზნეს წრეების წარმომადგენლებისთვის, რომ ერთობლივი მუშაობით ხელი შეუწყონ საკუთარი ბიზნესის გაფართოვებას. ჯერა რომ ახლო მომავალში ჩვენ ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა კიდევ უფრო პრაქტიკულ ეტაპზე გადავა.